ახალი სატრანსპორტო ტერმინალი ენგურზე აფხაზეთში ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ რომ უკვე არის ფაქტობრივად დასრულებული და 80% სამუშაოების არის შესრულებული და ტერმინალიც მზად არის რომ გაატაროს ტვირთები და შეიძლება ითქვას რომ სოხუმში ახლა ალაპარაკდნენ მხოლოდ ღიად ამ საკითხზე de facto მთავრობა მესამე წელია უკვე რაც მალავდა ტერმინალის მშენებლობას და ოფიციალური თბილისის მთელი ამ დროის განმავლობაში დუმდა. სწორედ ახლა უკვე აფხაზეთში ალაპარაკდნენ ხმამაღლა მიზნებზეც, რომელიც გააჩნია ტერმინალს და იმაზეც როდის უნდა დაიწყო მუშაობა. სოხუმში ამტკიცებენ რომ 6 თვეში უნდა გაიხსნას დაახლოებით სატრანზიტო ჰაბი და სწორედ აქ ჩნდება უკვე მთავარი კითხვები, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. De facto ხელისუფლება აფხაზეთში აცხადებს, რომ მაგალითად ირანიდან, ინდოეთიდან უნდა გაატარონ ტვირთები რუსეთისკენ და პირიქით, თუმცა კანონით საქართველოში აკრძალულია ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების გატანა და თუ ამას დაუშვებს ქართული ოცნება, ეს იქნება ბუნებრივია ტერიტორიული მთლიანობის დათმობა და ძალიან მძიმე შედეგის მომტანი და ამიტომაც არის მთავარი კითხვა, რატომ დახარჯა რუსეთმა საერთოდ ამდენი ფული ტერმინალის მშენებლობაზე თუ არ ქონდა კონკრეტული გარანტიები. უკვე ღიად აფხაზეთში ტრანზიტულ-ლოგისტიკური კომპანიის დირექტორი საუბრობს იმაზე, რომ ტერმინალი გაიხსნება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოებთან და სწორედ მან თქვა, ეს არის ასტამურ ახსალბა, რომ უკვე შეთანხმებულია ყველაფერი პროცესი მიმდინარეობს და საიდუმლოს ფარდას ხდიან. В связи с геополитической ситуацией გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოში არსებული ვითარების გამო 2012-14 წლებში ვერ მოხერხდა სატრანზიტო დირექტივის რეალიზება, რადგან მაშინ იყო სააკაშვილის მმართველობა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს პროექტი გახდა მნიშვნელოვანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რუსეთის ფედერაციისთვის. იმისთვის, რომ ამ პროექტს ხელი არ შეშლო და გვიწევდა ჩუმად მუშაობა. სირთულეები არის, რუსეთი აღიარებს აფხაზეთის სტრატეგიულ ქვეყნად, მაგრამ მესამე ქვეყანა, საიდანაც უნდა მოხდეს ტვირთების შემოდინება, იქ არსებობდა იურიდიული პრობლემა. ჩვენ ახლა ამ საკითხებს გავდივართ. ჩვენ გვაქვს გახსნილი წარმომადგენლობა 150-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ ვხვდებით ინდოეთისა და ირანის წარმომადგენლებს, განვიხილავთ პროექტს. სამშენებლო სამუშაოების 80% დასრულებულია და დარჩა ტექნიკური აღჭურვილობა. დარჩენილია სკანირების მონტაჟი. ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ პროცესი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და გაატარებენ უკვე შეძენილ პროდუქციას რუსეთისკენ და პირიქით რუსეთიდან. მეტიც უკვე აშენებულია რკინიგზა, სარკინიგზო ტერმინალი ოჩამჩირეში და გეგმა ასეთია de facto მთავრობის, რომ გაატარებენ ტვირთებს გალიდან, რომლებიც ჩავა ოჩამჩირეში და შემდეგ გადანაწილდება. უკვე ღიად სწორედ ახლა ალაპარაკდნენ 3 წლის თავზე, მას შემდეგ რაც ტერმინალის მშენებლობა ფაქტობრივად მიიყვანეს ბოლომდე. საინტერესოა ის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტერმინალის მშენებლობის პროცესი იწყება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთს დაუდგა საჭიროება ტვირთების გატანის და შესაბამისად ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ტერმინალის მშენებლობა ითვლება მთავარ საფრთხედ, რომ სანქციებისგან თავის ასარიდებლად გახდეს მთავარი მაშვალი რგოლი. что тут идет война. მე მესმის საზოგადოების მოსაზრებები და გაურკვევლობებიც მით უფრო მაშინ, როცა მეზობელი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რაიმე სახის სამხედრო შეწყვეტაში ან შეჩერებაში. ჩვენი როლი მხოლოდ ლოგისტიკური მომსახურებაზეა შეჩერებული. უკვე შეძენილი პროდუქცია გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც რუსეთის მიმართულებით, ასევე რუსეთიდან შემოსვლის დროს. რუსეთის ფედერაცია მოგმართავს მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე ავაშენეთ სარკინიგზო ტერმინალი ოჩამჩირეში. ტვირთები გალიდან ჩამოვა ოჩამჩირეში, იქ გადაიტვირთება ვაგონებში და გააგრძელებს გზას რუსეთში, ან პირიქით რუსეთიდან.
ოკუპირებულ აფხაზეთში ტერმინალი ახლა ოკუპანტი რუსეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჯერი არის ქართულ ოცნებაზე. კანონი არის, რომ არ შეიძლება ტვირთების გადატანა ოკუპირებულ აფხაზეთში და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ქართული ოცნება, მაშინ ბუნებრივია ტერიტორიული მთლიანობაც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ ეს იქნებოდა აფხაზეთის აღიარება. ბუნებრივია, ამიტომაც მთავარი კითხვები მიემართება ახლა ქართულ ოცნებას. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ისინი არ დაუშვებენ ტვირთების გატანას და არწმუნებით საუბრობს ამაზე და ირაკლი კობახიძე ამბობს იმას, რომ არანაირი ნაბიჯი მათი მხრიდან არ გადადგმულა. ჩვენ არავითარ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებ, ეს არის სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხრიდან ამაზე ვერ იქნება ბუნებრივია საუბარი. თქვენ თავის დროზე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს სოფლის საოჯრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით და შექმნილი იყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის სპეკულაციები. ეს არის ის პოზიცია, რა ჩვენ გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენგან შეიტყვეთ. რა განაპირობებს ცვლილებას? მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ თავის დროზე წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო შეთანხმება შვეიცარიული ხარის ჩართულობით ტვირთების გადაზიდვის თაობაზე. მე როგორც მეუბნებიან, ეს არის სოუზე და არა გალის რაიონში ტვირთების გადატანა. ითუმეტეს ჩვენ რა შევშორთ ამასთან. მეგობრებით, ახლა გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის ფუნქციონირება სამომავლოდ არის თუ არა პერსპექტიული თქვენეთ? აი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით არის აკრძალული ახალი ტვირთების გატარება აფხაზეთის გავლით. ხომ არ შეიძლება განიხილოთ კანონში ცვლილებები? კანონი არის ზალაში და არავითარი ინიციატივა მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო, ანუ თქვენ არ გაატარებთ ტვირთებს რუსეთისთვის? კიდევ სწორად არ გავატარებთ. ირაკლი კობახიძე ახსენებდა შვეიცარიის ჩართულობით და კონტროლით ტვირთების გადატანის საკითხს. 10 წელზე მეტია უკვე რაც ეს საკითხი არის დახურული, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ შვეიცარიის ჩართულობის შემთხვევაში საუბარი იყო ფსოუზე, ახლა კი ტერმინალი, რომლის აშენებაც გაასაჯაროვა უკვე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობამ, ეს არის გალში ენგურის ხიდის გაყოლებაზე და შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა ისმის, არსებობდა თუ არა წინასწარი შეთანხმება ქართულ ოცნებასა და კრემლს შორის და თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, მაშინ რატომ დახარჯავდა რუსეთი დიდ ფულს ტერმინალის ასაშენებლად?